მე ვარ მანხაჩ ჭანაძე 10 წლის. სწავლობ პირველ საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა არის ფეხბურთი და ცეკვა. რა თქმა უნდა, უფრო მიყვარს ფეხბურთი. უკვე 4 თვეა ვთამაშობ ეს ჯორჯიაში. მახსოვს პირველ დღე ფეხბურთზე რომ შევედი. ცოტას ნერვულად ბავშვებს არ ვიცოდი და პირველი დღე გვათამაშეს ფეხბურთი. პირველ დღეს გავიტანეს 3 გოლი. ისე კარგად თამაშობდი, რომ დამაყენეს შუა ფორვარდის პოზიციაზე. უკვე მაგ დაახლოებით 400 გოლი. აქედან ერთი გამოვიდა ყველაზე ლამაზი. პენალტი გამოვიშავე და ძლიერად დავარტყე. გავიტანე ცხრილში და მეკარე ერთ ადგილას იდგა. ჩემი საყვარელი ფეხბურთელია კრისტიანო რონალდო. საყვარელი გუნდია რეალ მადრიდი. მე რო კარგი ფეხბურთელი ვიყო, კარიერას დავიწყებდი დინამო ბათუმში, გადავიდოდი ნაპოლში და შემდეგ კარიერას დავასრულებდი რეალ მადრიდში. კარიერას რო დავასრულებ, იქნები 44 წლის. შემდეგ გავხდები მანჩესტერ იუნაიტედის მწვრთნელი. დიდი სიამოვნებით საქართველოს ნაკრებში 7 ნომრით ვითამაშებდი. მაქვს ჩემი საფეხბურთო ფორმა და არის მწვანე ფერი. მინდა მქონდეს თეთრი ფორმა, უკან ეწეროს ჭინჭარაძე და 7 ნომერი. რომ გავიზრდები, მინდა გამოვიდე ფეხბურთელი. ბავშვობაში მინდა გამოსულიყავი კალათბურთელი. ჯერ შეჯიბრება არ მქონია, მაგრამ შეჯიბრება მინდა მქონდეს ესპანეთში. ეს ჯორჯიაში ჩემი მწვრთნელი არის გიორგი მასწავლებელი და ბაჩი მასწავლებელი. ბაჩი მასწავლებელი არის ხიარული, გიო მასწავლებელი კი კარგი მოთამაშე. რომ გავიზრდები, ორივეზე კარგად ვითამაშებ ფეხბურთს. ასევე 2 წელია დავდივარ ცეკვაზე. მახსოვს პირველ დღე არაფერს არ ვაკეთებდი და ბავშვებს უყურებდი. შემდეგ ბავშვებთან დავმეგობრდი და ცეკვა დავიწყე. ჩემი საყვარელი ცეკვაა მთიულური. საყვარელი ლილეთი ჯერჯერობით არ ამირჩევია. ახლა ვიცი აფხაზურის, რაჭულის, ხევსურულის, განდაგანის ცეკვა. ჯერჯერობით სოლო ცეკვა განდაგანაში. ერთხელ ბურვაში მოვაწყეთ კონცერტი, რომელიც ძალიან კარგად ვიცეკვეთ. ზაფხულში დავგეგმეთ საზღვარგარეთ წასვლა ცეკვით. მე კონცერტი მინდა რომ გქონდეს თურქეთში. ჩემ ქორწილში აუცილებლად ვიცეკვებ. შეყვარებული იმიტომ არ ყავს, რომ ფეხბურთის კარიერაში შემიშლეს ხელს. ცოლს მოვიყვა, როცა ვიქნები 25 წლის. შვილებს დავარქმევ საბას, ირაკლის, დათოს და მარის. ჩემ ცოლს დავარქმევ ნუცას. საუგზაურო სიამოვნებით წავიდოდი ესპანეთში. ჩემი ცეკვის მასწავლებელს ქვია იზო მსხილაძე. იზო მასწავლებელი არის კაცრი, მაგრამ სამართლიანი. მე მიყვარს ჩემი სკოლა, რადგან არის კარგი ბავშვები და კარგი მასწავლებლები. ჩემი საყვარელი მასწავლებელია ნინო გოგაშვილი. იმიტომ რომ ნინო მასწავლებელი არის ხიარული და თუ არ გავაბრაზებთ, ისე არ გაბრაზდება. საყვარელი საგანია მათემატიკა. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია ალექსანდრე ჯიჯავაძე. ყველაზე მშვიდია ალექსანდრე სურმანიძე. ყველაზე ცელქია ავო მარტიროსიანი. ყველაზე ჭკვიანია დემეტრე შავაძე. მე ყველაზე სიმპათიური და მეგობრული. ჩემი ჰობია მეგობრებთან ერთად თამაში. ჩემი საყვარელი თამაშია დახუჭობანა. სახლში ვცხოვრობთ მე, ჩემი და ჩემი ძმა, დედა, მამა და ბებია. ჩემი ძმა არის 6 წლის და ქვია მათე. ჩემი ძმა არის საყვარელი და ცელქი. ძალიან მიშლის ნერვებს, მაგრამ ხანდახან მეც უსლი ნერვები. ჩემი და არის 7 წლის და ქვია ბარბარე. ბარბარე არის პრანჭია და ლამაზი. მამიკო არის სიმპათიური ვაჟკაცი, მამაცი და შრომის მოყვარი. დედიკო არის ლამაზი და პრანჭია. აკეთებს გემრიელ საჭმელებს. ჩემი საყვარელი საჭმელია ხინკალი. ბები არის თბილი და აწყობს კარგ ხაჭაპურებს. ჩემი ოცნების საჩუქარია პატარა ლეკვი, რომელსაც დავარქმევ მაქს. ძალიან მიყვარს ცხოველები. გარეული ცხოველებიდან სახლში მეყოლებოდა ლომი, რადგან ის ძაღლმა რომ იკმინოს, ის დამიცავს. მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნია პინოქიო. მე რომ წერალი ვიყო, წიგნს დავწერდი ფეხბურთელზე. როგორ გახდა მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი. ამ წიგნის მთავარი გმირი ვიქნებოდი მე. ჩემი საყვარელი ფილმია კრისტიანო რონალდოზე გადაღებული ფილმი. ჯადოს ნურჯოხი რომ მქონდეს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მოვაგებინებდი მსოფლიოს ჩემპიონატს. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. რომელი სუპერძალა მინდა რომ მქონდეს? მე მინდა მქონდეს ფრენის სუპერძალა. შემდეგ მონაწილეს უტოვებ ასეთ შეკითხვას. ვისთან ერთად გაფრინდებოდა კოსმოსში? მე კოსმოსში გაფრინდებოდი ალექსანდრე აფხაზავასთან ერთად. ის არის ჩემი ძალიან ახლო მეგობარი. ბედნიერება არის კარგი ოჯახი რომ ყავს, გოლის გატანა და კარგად ცეკვა. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.